ყოველთვის ვაპროტესტებდი, რომ აი სუფრასთან უნდა მჯდარიყავი და მესმინა ქართველების კნავილისთვის რა. აი სიმღერები რაც საუკუნეები წლები ვისმენთ და მოკლედ არ მომწონდა ეს მდგომარეობა. ესე იგი საზრით თუ სიმღერა ხულიგნობა, ცეკვა ბანდიტიზმი იქნება ალბათ. მთელი თქვენი ყურადღება დაძაბეთ და უყურეთ ახლა აი ამ ცეკვას. ეგენი რო შემთხვევით არაფერს არ აკეთებენ, მე მგონი გასაგებია უკვე, ხო? მაგრამ მე ახლა მინდა კიდე გავამახვილო ერთ ნიუანსს თქვენი ყურადღება და დავაკვირდეთ ამ მაისურს, რატომღაც ამ ცეკვისათვის მაინც და მაინც ეს მაისური ამორჩია, რომელზედაც თვალია გამოსახული და ბევრმა კიდე არ იცის საქართველოში, რომ თვალის სტრუქტურა არის ზუსტად და აგერ ნახეთ. დიახ ბატონებო, ეს არის დიდი თვალი, ყოვლისხედველი თვალი. ოღონდ ეშმაკური თვალი, სატანისტური თვალი. Facebook-ზე იყო ეს, მივაწერე ასეთი რამ. ეს ცეკვა არ არის, ეს არის როკვა. და თქვენს არ მოიდგენთ ჩემზე მე თავდასხმა რამ აი კორიანტელი იყო. რომ შენ რო არაფერი არ გესმის და ასე და დააკვირდით ეს ის ელემენტებია ცეკვას, საერთოდ ცეკვა არის, რომელიც მას დაუძახეს ტელევიზიაში და აი დიდი სამბით თანაც დააკვირდით ახლა ფორმას დააკვირდით შავი ჩაცმული თავიდან ბოლომდე და მანერებს დააკვირდით ილეთებს და მუსიკა გაათავისეთ და შეაჯერეთ ერთმანეთთან. აბა ნახეთ ახლა რას წარმოადგენს ეს. ეს არის ღვთიური მუსიკა? დასოჭე გაგოფენ. ეს არის ცეკვა, ეს არის როკვა. ეს არის როკვა ხალხო. კოცონის ირგვლივ. გაიხსენეთ ფილმები. ყველაფერი ერთად. და სარიტუალო ცეკვა ეშმაკებისა. სხვანაირად როგორ ახსნა. თუ ამას თქვენ გონების თვალით ვერ ხედავთ ზოგიერთი, ეს ჩემი ბრალი არ არის. ქართველების კნავილისთვის რა. ესე იგი საზრით თუ სიმღერა ხულიგნობა, ცეკვა ბანდიტიზმი იქნება ალბათ. თქვი რო არის რა. მე თუ არ ვიქნები, ქვაქვაზია დარჩენილაო. ანუ ეხა ნებისმიერი შემდეგი ნაბიჯი არის სწორედ აი ეს. ანუ ჩვენ თუ არ ვიქნებით, ქვაქვაზე ნუ დარჩენილა. და შოთამ თქვა და იმედია ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაშლიან ამე ქართულს წაიკითხავენ და ნახავენ რომ კეთილსა სლია ბოროტმა. აღდგომა ეს არის სიკვდილის გამარჯვება სიცოცხლე. სიკვდილის გამარჯვება სიცოცხლე. სიკვდილის გამარჯვება სიცოცხლე. კეთილსა სლია ბოროტმა. კეთილსა სლია ბოროტმა. სიკვდილის გამარჯვება სიცოცხლე. სად გაიზარდეთ ბიჭო? ვინ ახათ, ვინ გაგაჩინა თქვენ საერთოდ?